გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ჩვენთან წინა საღდგომო კვირაა, აქ კი უკვე აღდგომა არის და ჩემი მეუღლე წასულია ღამისწირვაზე ხდება ტრომპეტების ჯგუფის მიერ მუსიკალური საეკლესიო ნაწარმოებების შესრულება. და აი, მე კი თქვენ გიწერთ, თქვენთვის ვწერ ვიდეოს. დაკავებული ვიყავი ეს დღეები ძალიან ინტენსიურად ვამზადებ ერთ სიურპრიზს და გარდა ამისა წასული ვიყავი ვენაში, ვითომ სიცივეს გავეკეცით. მაგრამ იქ ისეთი სიცივე დაგხვდა წარმოუდგენელი. შენობებიდან, მუზეუმებიდან და ბოლოს საკონცერტო დარბაზიდან ვერ გამოვედით, იმიტომ რომ გარეთ ყოფნა იყო ძალიან დიდი გამოწვევა, მით უმეტეს აი ამ რთული ზამთრის შემდეგ. ჩამოვედი და დამხვდა ესეთი, მოდით პოზიტიურად რო ვთქვათ, სიურპრიზი. რომელიც სულ სხვაა, ვიდრე ის სიურპრიზი, რომელსაც მე ჩემს გამომწერებს უმზადებ. ახლობელმა შემატყობინა გვიან ღამეს, რომ ვაპირებდი უკვე დასაძინებლად წასვლას, შემეხმენა და მითხრა, რომ შენი ვიდეოა და რაღაც უცნაურია, შენი ხმა არ არის და შინაარსიც შენი არ ჩანს. მან გამომიგზავნა ბმული და იცით მე ვერ ვხსნი, ვერ ვხედავ ვიდეოს. და რადგანაც ძალიან მოვინდომე ვთხოვე და არაფრისიდებით არ გამოდის. არც ჩემს გვერდზე, იმიტომ Facebook-ზე მაქვს გვერდი გზა პოზიტივისაკენ, სადაც დებ ასევე ხანდახან აქ ჩემი მთავარ არხზე, რომელიც არის YouTube-ის არხი გზა პოზიტივისაკენ, ჩაწერილ ვიდეოებს და მაქვს ჩემი მთავარი პროფილის გვერდი. და აი ამაში გავიდა 2 საათი, მერე სკრინები გამომიგზავნა და მეორე დღეს კიდევ ჩემს ბიძაშვილს ვთხოვე დახმარება და იცით, მხოლოდ მაშინ, რაც მე ეს სკრინები დავდე როგორც პოსტი, რადგან როგორც მათ მითხრეს, ჩემი ვიდეო YouTube-ის გვერდიდან, რომელშიც მე ვლაპარაკობ თავის ტკივილზე, რომელიც 1 წლის წინ არის ჩაწერილი და დადებული, თავის ტკივილის ნატურალური მეთოდებით, სახლის მეთოდებით იოლად მოგვარებაზე, აი ამაზეა ვიდეო. ეს ვიდეო იყო მანიპულირებული და სხვა შინაარსით, სხვა ხმით, სხვა იდენტობით. და იცით, მან დამიდო კომენტარში ჩემი თხოვნით ეს მანიპულირებული ვიდეო. და უცებ შევძელი გახსნა და ნახვა და გავოცდი. მე ვზივარ და იქ ორიგინალური ვიდეოსაგან განსხვავებით, აქ ვთლი ლიმონს და ვლაპარაკობ რაღაც თემაზე, რაღაც პრობლემაზე და მის მოგვარებაზე ვპირდები რეცეპტს, ვითომ ვარ მცხეთიდან, ვითომ თამარი მქვია, ვითომ შვილიშვილები მყავს და ასე შემდეგ. და როგორც მივხვდი აი ამ აფერისტების გვერდის, რომლის სახელწოდება არის 4 ლათინური 100. ვერც კი დავიხსოვე კარგად. და თქვენ წარმოიდგინეთ, აქვს ლაიქები და ხალხი ხვეწება კი არა ლამის ზალადობს, რომ გვინდა ეს რეცეპტი და არადა უნდათ, რომ ხალხი მეიტყუილონ სხვა გვერდზე, გასაგებია რა მიზეზის გამო. იქ რეცეპტს არავინ არ აძლევს მათ, უნდათ, რომ ისინი გადავიდნენ იმ ლინკს ბმულს მიყვნენ. და გაოგნებული დავრჩი, იმიტომ რომ აშკარად ხელოვნური ინტელექტით ჩანს გაკეთებული, ამოჭრილია 4 წუთი ჩემი ვიდეოდან და იცით, ხმაც ისე აქვს დადებული, რომ თუ დაკვირვებული ადამიანი კრიტიკულად არ შეამოწმებს, თითქოს მართლა მე ვლაპარაკობ და ეს ძალიან ბუნებრივადაც, რომ როგორ ვცქვნი ლიმონს და მერე კი ეტყობა ვიდეოს, რომ არის მანიპულირებული, მაგრამ ეს ადამიანები ვერ ხვდებიან. ვერ ხვდებიან და არის დიდი მოთხოვნები და ზოგი მადლობას მიხდის, ზოგი მეხვეწება, რომ მივცე რეცეპტი, ზოგი მლანძღავს და აი ასე. მოკლედ შევატყობინე Facebook-ს. დავდე კიდეც იქ და ვთხოვე, რომ ჩემს გამომწერებს, რომ Facebook-ისთვის შეეტყობინებინათ.
აქამდე არაფერი არ მომხდარა და ძალიან საინტერესოა, რომ ერთხელ მე მახსოვს, რომ ჩემს ფისოზე ლუსიზე დავდე პოსტი და ნუ მე კიდე ამ პოსტს მივაყოლებ ფოტო, მე ვზივარ მაშინ ჩემს შვილთან სტუდენტობის დროს ვენაში და ლუსი დამისვა მუხლებზე. ძალიან სასიამოვნო ფოტოა და ესე წერია, რომ აი ლუსი რო ჩემს მუხლებზე იჯდა და მეორე ფისოც ყავდა და რაღაც ამბავს ყვები სახალისოს. ის დამიბლოკეს, რომ იმ წინადადების გამო, რომ ლუსი იჯდა ჩემს მუხლებზე, რადგან ლუსი ალგორითმმა აღიქვა როგორც ქალი და ნუ თავი დაიძღვეს და აი ეხლა დაუწერე, რომ ეს არის ჩემი იდენტობის და შელახვა, ჩემი ავტორო უფლებების შენახვა და აი ველოდები შედეგს. ეხლა ამ ამბავს მოყვა მეორე ამბავი, რომელიც მინდა დავაკავშირო და მიზანი აქვს ამ ყველაფერს, ამიტომ გიყვებით. ესე იგი, აქ ხალხი ყავს, რომელიც უცხო გვერდს, სადაც ერთადერთი ვიდეოს ხედავენ. ისე უჯერებენ, რომ მე შთაბეჭდილება შემექმნა, რომ აი რომ გამოვიდეს ვიღაცა და ასევე ესეთი fake გვერდიდან უთხრას, რომ თქვენ მე უკვდავების რეცეპტს გაგიმხელთ და იქაც ესე გამოეკიდებიან. ერთი ადამიანი არ კითხულობს, რომ ას რაღაც ცნაური სიტუაცია ან ვიდეო უცნაური არის და ეს რამე ხომ რამე ესე იგი იჯერებენ იმას, რასაც ეუბნებიან. რასაც ჩემი ვიდეოთი, ჩემი გამოსახულებით ეუბნებიან. და დღეს საუზმის დროს ჩემმა მეუღლემ პრესას გადახედა და თქვა, რომ ხო, აი ის დიდი ამბავი არისო, რომ გერმანიაში 17-დან 45 წლის ასაკში მამაკაცს თუ 3 თვით დატოვებს გერმანიას, უნდა ნებართვა აიღოსო, ეს არისო სიახლეო. ადრე ეს იყო კრიზისულ სიტუაციებისთვის გათვალისწინებული და კანონში ცვლილების შედეგად უკვე ეს არის რეალობა, ისე რომ ესე უცებ მილიონობით ადამიანი იგებს, იმიტომ ჩვენ არ გვეხება, მაგრამ მილიონებს ეხებათ. იგებს, რომ თუ 3 თვეზე მეტი, თუნდაც სწავლისთვის დატოვოს გერმანია, უნდა ნებართვა აიღოს, ესე იგი, შესაბამისი ორგანოდან. ეს ეხლა ჩამრჩა გონებაში და დავაფიქსირე, რომ მე არ მეხება. და შემდეგ აი რაღაც პატარა პაუზის დროს, რომ ჩავიხედე Facebook-ში ამოვიდა და ინფორმაცია იმედის ტელევიზია იმედის ინფორმაცია და არ ქონდა ხა ჩემთვის მნიშვნელობა ვისგან იყო ეს ინფორმაცია, ამოვიდა ზუსტად ეს ქართულად. ხო და აი ზუსტად ასე დავწერე, რომ ხო მეთქი ეს 100 არის მეთქი და ნუ კითხვები მეც დამებადა, მაგრამ ჩემთვის აქტუალური არ იყო, იცი და აღარც დავინტერესდებოდი ამით, რომ არ მომხდარიყო შემდეგი. აი ჩემი დადასტურებდა გახდა სხვებისთვის ისე ბევრი ადამიანისთვის ტრიგერი, ბევრმა დამიდასტურა, მეც წავეკითხე და ვიცი, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის გახდა ისეთი ტრიგერი და აქედან გამოვყოფ ადამიანებს, რომლებიც მიწერდნენ მე, რომ სისულელეს ნუ წერ, ისე იგი რომ დაუდასტურე, მე ვცხოვრობ გერმანიაში და არაფერი მაგის მსგავსი არ ყოფილა. და ეს არის კიდევ რბილი ფორმულირება. იცით, იმდენ ისეთი ულამაზო ფორმით მე სისულელეს ნუწერ და ამ ერთ-ერთმა დაწერა ასე ამათო ძალიან ისეთი ულამაზო სიტყვით, რომ კიდევო ის უნდათო თქვენი შეცდომაში შეყვანაო თუ რაღაცო. ესე იგი, საზოგადოებაც გალანძღა, მეც ესე იგი თითქოს მატყუარა ვარ, ზოგმა დამიწერა იქ, რომ რას გიხდიან, გაოგნებული ვიყავი პირველად. მე ისე თან წინა დღის ეს ამბავი, ისე გაუბრაზდი და განსაკუთრებით ჩემთვის ტრიგერი იყო, იცით, ის ხალხი, ვისაც ერთი ბმულით, რომელიც მე იქვე დავდე. და უბრალოდ ჩახედვით ინტერნეტში, რადგან ყველა პრესის ორგანო წერდა დღეს
აი ამ თემაზე გამოყოფილად. ყველა ცნობილი სოციალური ქსელი და გაზეთი. ყველა. და ჩემს გვერდებს კი გავაზიარე და იქაც კი ცალკე პოსტში ბმული დავდე. და ესენი მაბრალებენ მე რომ ტყუილ სისულელეებს ვწერ და რაღაცებს ვიგონებ და მათ შეუძლიათ ერთი კლიკით გადაამოწმონ და ამას არ აკეთებენ. და არადა თავისუფლებას აძლევენ მე ასე მომართონ და მე არა ვარ მიჩვეული და არც არასდროს არ ვიყავი მიჩვეული რომ ვინმე ესე უდიერად შენ სულელეებს წირ მე თუ ინფორმაციას არ გადავამოწმებ არც დავწერ და არ ჩევდივარ დისკუსიაში თუ არ ვიცი რომ ჩემი ინფორმაცია არის საიმედო. და ძალიან გული მომივიდა შესაბამისით ძალიან მძაფრი პასუხებით დაუბრუნე მე ამ ადამიანებს და დავწერე კიდეც და იცით უნდა ვთქვა რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა აქ მცხოვრები ქართველები არ ვიცი ისინი რამდენხანს ცხოვრობენ აქ ესეთი უდიერი ტონის უფლებას აძლევენ თავს. მოგეხსენებათ რომ ჩემი გვარი არ არის ტიპიური გერმანული გვარი, მაგრამ გერმანიაში ძალიან ბევრია გაგერმანელებული პოლონური გვარები და ბევრის მიერ აღიქმება როგორც პოლონური გვარი. არც ერთ სათვისტომოში არ ვარ და ამას აქვს მიზეზი. ვიყავი რამდენიმე სათვისტომოში, აქაც მგონი რამდენიმე სათვისტომოა და იცით ტონი ერთმანეთს როგორ მიმართავდნენ, იქ იყო რაღაც ისეთი პრივილეგირებული რაღაც ისეთი კასტასავით და ვიღაცა თუ რაღაც კითხვას დასვამდა, თუ ეს კითხვა თვალში არ მოუვიდოდათ, მიდიოდა იცით ისეთი ამაზრზენი მიმართვები ჰქონდათ ადამიანების მიმართ, ჩემში ძალიან დიდი პროტესტი გამოიწვია და ყველა ჯგუფი მაქვს დატოვებული. მაგრამ იქაც ასეთი შემთხვევა მახსოვს. იყო საგადასახადო სისტემაზე რაღაცა დისკუსია, ვიღაცამ დაწერა რაღაც და მე ძალიან კორექტულად, ძალიან თავაზიანად დავწერე რომ ეს როგორც დაწერა ისე არ იყო, არამედ მე როგორც იყო მე დავწერე და მოგეხსენებათ რომ ჩვენი ოჯახის თუ ფირმის ყველა დოკუმენტაცია საფინანსოსთან, საგადასახადოსთან მე ვაკეთებ. უკვე აი 30 წელზე მეტი არის სხვადასხვა ფორმები. იმიტომ როგორც შტატში თუ რასაც ქვია ამშტელუნგ აქ ჯერ ჩემი ქმარი იყო ამ სიტუაციაში, მე ვიყავი დამოუკიდებელი ჰონორარზე, შემდეგ კიდე საერთო ფირმა. ერთი სიტყვით მე ვარ ამისთვის ამაზე პასუხისმგებელი და რასაკვირველია ამ ისეთი რთული მატერია არის ეს ყველაფერი საგადასახადო აქ, რომ ადრე გვეხმარებოდა მრჩეველი, სპეციალური საგადასახადო მრჩეველი და ეხლაც მივდივარ ხოლმე ვიხდი საათობრივად თანხას, მივდივარ ხოლმე და აი ესე ვითარდები და ეს არის როგორც უძირო ქვევრი. ალბათ ვერასდროს ვერ დავსპეციალდები, უბრალოდ რა ჩვენ საქმე სჭირდება. და აქაც ვიცოდი, რომ ზუსტად ასე იყო. რადგანაც ძალიან თავაზიანად დაუწერე, მე ჩემთვის ეს უკვე დამთავრებულად ჩავთვალე და იცით მომდის კომენტარი, შემატყობინა Facebook-მა და მიწერს ეს. თქვენ მე მასწავლით? ქართული და გერმანული გვარი აქვს. თქვენ მე მასწავლით? მე გერმანელი ვარ, აი ასე. ვფიქრე, ახლა მე ქართული გვარი აღარა მაქვს, მაგრამ მე ქართველი ვარ, არასდროს არ ვამბობ მე რომ მე გერმანელი ვარ. მაგრამ დაუწერე რომ მითხარი ჩემთვის ეს ამას მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ვინ ხართ. ეს არის ეს და წერტილი. და მოხდა ისე რომ დამჭირდა კიდევ შესვლა, არ ვიცი რატომ და დავინახე რომ ეს თავის კომენტარი წაშალა, ეთყობა ოჯახში ჩაეკითხა, გაიკითხა და მიხვდა რომ და იმის იცით აი ეს ფორმა რომ აი ესე იგი მე აქ ვცხოვრობ და შენ არ იცი მე იმ მომენტში სად ვცხოვრობ, რადგანაც ამ გვარიდან შეიძლება გამოდიხარ რომ პოლონეთში ვცხოვრობ და ესე რაღაც აი ეს ჩემთვის ძალიან ულამაზო არის და არ მიქმნის კარგ შთაბეჭდილებას და ეს არის უკვე განმეორებით, მაგრამ ეს არ არის მთავარი თემა. აი ნახეთ რა მოხდა. დღეს მე დავადასტურე ინფორმაცია, რომლის გადამოწმება ყველა შეეძლო, როგორც აქედან, ასევე
ძალიან 30%-მა მაინც მითხრა, ეს არ შეიძლება რომ იყოს მართალი, ეს რაღაც ტყუილი სიგონები ვინ გიხდის. მეორე მხრივ, ჩემი გაყალბებული ვიდეო, რომელიც ვიღაც აფერისტებმა მოიპარეს, შეცვალეს, მიჭრეს, მოჭრეს, ხან ლიმონი დამაჭერნეს და დანახელში და ისე მალაპარაკეს რაღაცა უაზრობა, თვითონ შინაარსი არის ისეთი, რომ ჭკვიანი ადამიანი უნდა მიხვდე, რომ რაღაცა აქ, რაღაცაშია საქმე. იქ ამდენი ადამიანს ერთი კითხვა არ დაებადა, ერთი ეჭვი არ დაებადა. ეს ხომ არის ძალიან დამაფიქრებელი და ამიტომაც რა არის ახლა რისი გაჟღერება მინდა, მეგობრებო, ნუ დაიჯერებთ ნურაფერს. თუ თქვენ ვინმეს ვიდეოში დაინახავთ, ნუ დაიჯერებთ ის რა სიტყვის და როგორ მოიქცევა. რადგან ადრე ვიდეო იყო დამადასტურებელი იმის, რომ ნამდვილად ასე იყო. თურმე ხმის მანიპულირება შეიძლება. იქ ეხა ჩემი ხმა შეიძლება არ ვიცი რამდენად სპეციალისტები იყვნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ვითარდება. ისე რომ რაც მაშინ გააკეთეს, მერე კიდევ უფრო გააუმჯობესებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დაინახავთ ადამიანებს, თქვენ დაინახავთ სცენებს, ისინი არ იქნება რეალური და არ დაიჯეროთ. ისე გთხოვთ, რომ თუ ჩემს გამოსახულებას დაინახავთ სხვაგან, ვიდრე გზა პოზიტივისაკენ, ჩემი ორიგინალური არხი, ჩემი საკუთრება. გთხოვთ, რომ სკრინით და კიდევ მულით შემატყობინოთ ჩემს მესენჯერში, ან თვითონ იქ კომენტარი დამიწეროთ, აუცილებლად შევდივარ ხოლმე და ყოველდღე თუ არა, ხშირად ვამოწმებ ახლად შემოსულ კომენტარებს. და ეხლა უბრუნდები ჩემს მთავარ თემას. ძალიან ბევრი თემები არის აი საქართველოში, რომელიც აჟიოტაჟს იწვევს და მე მიჭირს მათი დაჯერება. მიჭირს კი არა, არ მჯერა ბევრი რამე უკვე. და ეხლა მაგალითს გეუბნებით. აი ეხლა თუნდაც ეს თემა, რომ დავინახე, რომ ნინა დრამა ესეთ ცრემლებს ყრის და ესეთ მდგომარეობაში ვნახე, მივხვდი, რომ სასწარკვეთილია დრამაშია გოგო. მე ვფიქრობ, მას გაუგზავნეს ვიდეო, სადაც იყო რაღაცა, რამაც ის ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. სადაც ჩემი ვიდეო მოიპარეს და ესე შეცვალეს, რომ ხალხს ეჭვი არ შეეპარა. რა პრობლემაა, რომ გააკეთო ვიდეო, ხელოვნური ინტელექტი იძლევა საშუალებას ყოველგვარი მანიპულაციის და ეს უნდა დარეგულირდეს კანონით. მე ვფიქრობ, რომ ის დრო არ არის შორს, როცა ჩვენ მხოლოდ ჩვენი იდენტობით შეგვეძლება დადება პოსტების და ეს იქნება აუცილებელი, იმიტომ ვინ აუვა ამდენ აფერისტებს და ამდენ ადამიანებს, ამდენ მანიპულატორებს. მე რასაკვირველი 1%-იც არ მჯერა, რომ ძაღლებს აი ვერც თქმაც კი მიჭირს, რომ ცოცხლად ვინმე დაწვავს. ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია. რომც იყოს გამონაკლისი ადამიანი ესეთი სადისტური მიდრეკელებებით, ამას ეს აგენტურაში თუ საჯარო სამსახურში მხოლოდ ერთი ადამიანი ხომ არ არის და ეს ცხოველების მოყვარულები ყველგან ვარ და ეს მიმაჩნია ძალიან დიდ ბრალდებად, რომელიც მე ვფიქრობ, რომ ვინც ამ ბრალდებას აყალიბებს, მან უნდა აგოს, აი ჩემი 100%-იანად შევეცდებოდი და ეხლა ჩემ შემთხვევაში შევეცდები, რომ ადამიანმა აგოს კანონის წინაშე პასუხი. აქ ძალიან იული არის ეს და იმედი არის, რომ თქვენთანაც იული იქნება. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ადრე თუ ჩვენ იოლად ვიჯერებდით, რომ ჩემი თვალით რასაც ვნახავ, აი თქვენი თვალით რასაც ვნახავთ ვიდეოს, ნუ დაუჯერებთ. დააკვირდით კარგად, ვინ პოსტავს, ჩაეკითხეთ თქვენ თავს, რატომ იპოსტება ასეთი ვიდეო, ვისი ინტერესებისათვის იპოსტება და ჩვენი უნდა გავაძლიეროთ ეს ჩვენი სიფხიზლე, იმიტომ რომ ამით ჩვენ თავს ვნებთ
ასევე ვნებთ იმ ადამიანებს, რომელსაც რაღაცას აბრალებენ. ეხლა რა არის განსხვავება გერმანიას და საქართველოს შორის ამ მიმართულებით? მე თქვენთვის რომელიღაც ვიდეოში მოყოლილი მაქვს მგონი, რომ აქ იყო ასეთი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი იყო ქრისტიან ვოლფი, მის ცოლს ბეტინას, რომელიც არის ძალიან ისეთი ტანადი, ლამაზი ქალი და მაშინ ეხლა გაცილებულები არიან და გაყრილები და მაშინ ახალგაზრდა და კიდევ უფრო ლამაზი და ტანადი იყო. დააბრალეს და ეს დააბრალა 70 წელს გადაცილებულმა ადამიანმა, რომელიც იდეოლოგიურად, პოლიტიკურად უპირისპირდებოდა ქრისტიან ვოლფს და ეს შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ, მე ესე ვფიქრობ, ზოგადურესი მემარცხენე. ადამიანმა, რომელიც იყო ხანში შესული, მან დაწერა თავის მგონი მაშინდელი ტვიტერის ანგარიშზე, როგორც მახსოვს, მხოლოდ რომ ბეტინა ვოლფი იყო ესკორტის გოგო. და თქვენ იცით ეს რას ნიშნავს? არა მარტო კონცერტებზე, არამედ თანხლებას, არამედ სხვა სამსახურებსაც. და მე ეს ხომ გადააზიარა, როგორც ჭორივით გავცელ და შემდეგ ისე რომ ყველამ დაიჯერა. და მადლობა ღმერთს, მადლობა მას, რომ საჩივარი აღძრეს და Google აიძულეს, ყველაფერი წაეშალა, მაგრამ აი წლების განმავლობაში იყო ძალიან დიდი დატვირთვა, ძალიან დიდი ემოციები, შვილები ესდებოდა და ისინი ხედავდნენ ინფორმაციას, მცდარ და ასეთ საშინელ ინფორმაციას დედის შესახებ. მაგრამ ეს უფრო არის გამონაკლისი, აქ ასეთი რამეები, რასაკვირველია, ისჯება და იცით თუ ავიყვან ადვოკატს და მე 100%-იან მე ვარ დაზარალებული, ის იმ მხარეს ახდევინებ შენ, ის მხარე, შენი მოწინააღმდეგის მხარე იხდის ამ ყველაფერ ხარჯს. იმედი არის, რომ ჩვენთანაც რაღაც კუთხით არის მოწესრიგებული, დამიწერეთ, ძალიან მაინტერესებს. ასევე თუ იცით, თუ არის ეს ადვოკატები, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებულები, მაინტერესებს ძალიან. და აი ისე ეს მაგალითი არის გამონაკლისი, იმიტომ რომ გერმანელი ქალი, როგორც მე მას აღწერდა და როგორც თქვენ უმეტესობა ჩემი ვიდეოებიდან ან ცხოვრებიდან იცნობთ, ტიპიური არტემისი არ არის манипуляტორი. და ის ტყუილებს არ მოიგონებს. ის შენ შეიძლება კარგად არ მოგექცეს, თუ შენი რაღაც არ მოეწონა, ის არის პირდაპირი, შეიძლება იყოს შეუბრალებელი, მაგრამ ის არ არის შენს ზურგს უკან манипуляტორი, ის ფეხს არ დაგიდებს, ის არის პირდაპირი. სამაგეროთ ჩვენს რეალობაში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი არქეტიპი არის გრძნეული ჰეკატე და ჰეკატეს აქვს თავისი ორი მხარე დადებითი, რომელიც არის ძალიან დამხმარე და მეორე ჩრდილოვანი მხარე, რომელიც არის როგორც უძირო ქვევრი, თუ წარმოვიდგენთ იმ ქვესკნელურ მენტალიტეტს, რომელიც შეიძლება ადამიანს საერთოდ გააჩნდეს. მისთვის ფანტაზია, ტყუილები ამ შემთხვევაში, მის ჩრდილოვან გამოვლენებაში, ადამიანებისათვის დაბრალება, ადამიანების დაწყებლა, იმიტომ რომ ჰეკატესთან აკავშირდება ასევე ის ბაბა-იაგასის, რომ ჰეკატე გერმანულად თუ უკაცრავად რუსულად ბაბა-იაგას ეძახიან, ხო? აი, ჰეკატე იყო ის, რომელიც გზაჯვარედინზე იჯდა და ადამიანებს ან სიცოცხლისაკენ, ან სიკვდილისაკენ გზავნიდა. ისე რომ ის იოლად გაწირავს ადამიანებს. ის არ ფიქრობს, მას არ აქვს ის მორალური თუ ეთიკური ნორმები ისე მაღლა, როგორც სესტიას ან სხვა არქეტიპებს. მის ჩრდილოვან გამოვლენებაში და ჩვენი ისტორიიდან, ჩვენი რთული ისტორიიდან გამომდინარე, ბევრი ქალი არის, მე ვბედავ ამის თქმას, რადგან სოციალურ ქსელებს ძალიან ინტერესით ვაკვირდები აი ამ ჩრდილოვან გამოვლენებაში. და არ მიკვირს, რომ მოიგონონ ისეთი რაღაცა, რომელიც აბსოლუტურად სიმართლეს არ შეეფარება. და კიდევ ვიტყვი, რომ ცხოველების მოყვარული ვარ მე, მაგრამ მე ვხედავ, როგორც აქ, ასევე მანდ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც საკუთარი დეფიციტების, საკუთარი ტკივილების გინდა, საკუთარი დამღების თუ ტრავმების კომპენსირებას ცდილობს ცხოველებზე მზრუნველობით. ეს ერთი მხრივ კარგი არის.
იმიტომ რომ ის თავის თავს ასიამოვნებს ამით. მაგრამ მეორე მხრივ, აი ამ კატეგორიიდან ერთ ნაწილს და ეს ნაწილი მე ძალიან მებევრება სოციალურ ქსელში, სძულს ადამიანი, სძულს მოყვასი. მე ვიცი, რასაც ვამბობ, ეს არის ისეთი რეალობა, რომელსაც აი ამ დროსაც ვერ დავმალავ. იწყებლებიან, საშინელ სიტყვებს ამბობენ, ძალიან მძიმე რაღაცებს უსურვებენ ადამიანს, სულ არაფრის გამო, სხვა რა შეიძლება იყოს ამის ახსნა. და ეს ცხოველისადმი სიყვარული კი არის ჰუმანურობა. თუ ჰუმანური ხარ, უნდა მარტო ცუგახო კი არა და ფისო კი არა, უნდა სხვა ცხოველებისადმი იყო ჰუმანური, უნდა მოყვასისადმი იყო ჰუმანური. სულ მცირე რაღაცა, აი საფუძველი ხონდა კონდეს და იცი თუ შესწრები ვარ, რომ თქვათ დედა იკითხავს, რომ აი ბავშვი შეეშინდა ვეღარ მიდის, გარეთ ძაღლები არიან. ან კიდევ ვიღაცას წავიკითხე, რომ ფეხციმე გოგოს უკბინეს თუ რაღაც მაგის გავსი და მიდის მერე საშინელი კომენტარები იმის მაგივრად, რომ გამოხატონ ნუ აი თანაგრძობა. ოი რა სამწუხარო არის, რატომ მოხდა ეს ჩაეკითხნონ, ანუ გეშონ ადამიანი. და აი ამიტომაც ვფიქრობ, რომ რადგანაც ეს არქეტიპული, როგორც გარკვეული სიძლიერე, რადგან გრძნეული ნიშნავს ძალიან რთულ დროს თავის გადარჩენის ძალიან დიდ უნარს, ასევე მეორე ჩრდილოვანი მხარე, როცა შენ ძალიან ბევრი რაღაცის კადრება შეგიძლია და ამაზე არც სინდისის ქეჯნა გაწუხებს და ჩვეულებრივად მიგაჩნია, მერე შენ შვენივრად დაიძინებ, არც სინდისი შეგაწუხებს და სამაგიეროდ სხვას დააბრალე, ცხოვრება გაუმწარე, ატკინე და შენს ქმედებებში ის თუნდაც ბავშვების ინტერესი, დედების და შვილების ინტერესი, იმიტომ რომ ბევრს ეშინია ძაღლის, ბევრს გარეთ მოსიარულე ძაღლების, ბევრს უკბინა ამ ძაღლმა და უკვე შიშები აქვს, აი ამას რომ არ ითვალისწინებენ. და ამიტომაც ის დრო მოვიდა, რომ ჩვენს და მე ვფიქრობ, აი ეთანხმება კიდეც აი ამ იმედის და აი ამ სასწაულის დღესასწაულს, რომ ჩვენს თავში ჩავიხედოთ, ჩვენი თავი გავიწონოთ სწორად და ის იმპულსები, რაც გარედან მოდის, რომ მეტყვიან ძალიან გრძნობიარე საცერში გავატაროთ. არის ეს დამაჯერებელი, რისთვის არის ეს კარგი და მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი დადებითი განზრახვით ხდება და ჩვენთვის და სამყაროსთვის კარგი არის, მხოლოდ მაშინ მივცეთ ამ ყველაფერს ნდობის სტატუსი. გისურვებთ იმედიან განწყობას, გისურვებთ რომ შინაგან გაწონასწორებლობას, გისურვებთ ბევრ პოზიტივს, გისურვებთ სასიამოვნო პოზიტიურ ადამიანებს თქვენს გარშემო, რადგან აი ამ თუნდაც დღევანდელმა ამბავმა დამანახა, რომ იცით სხვანაირ ტიპის ადამიანებს, რომლებიც არ შემოდიან თქვენთან პოზიტიური, თქვენთან კომუნიკაციაში, თუნდაც ონლაინ რეჟიმში პოზიტიური განზრახვით, ისინი ძალიან ბევრი ენერგია გვიჯდება. ისინი ჩვენს განწყობას არ უხდება და ისეთი სფეროში იყოთ, ისეთ ადამიანებში იყოთ, ისეთ წრეში ვიყოთ ჩვენ ყველა, რომელიც ჩვენს ენერგიებს მოუხდება. კარგად გრძანდებოდეთ.